კიდევ ერთხელ გამარჯობათ. ამ ვიდეოს ნაწილში მე შემოგთავაზებთ ახლა ასტროლოგიურ მიმოხილვას 2025 წლის სექტემბრისთვის. მთავარი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არის, ეს არის სატურნის რეტროგრადობა თევზებში და 1 სექტემბრიდან გვიბრუნებს დაუმთავრებელ საქმეებს, კარმულ გაკვეთილებსა და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში შეიჭრება მისი ზეგავლენა. შესაძლოა ასევე ძველი ემოციური ტვირთი დაბრუნდეს, რათა საბოლოოდ გაამთავისუფლდეთ ჩვენ მისგან. მერკურის გადასვლა ქალწულში 2 სექტემბრიდან დეტალებზე ფოკუსს ახდენს და მკაფიო აზროვნებას წარმოშობს, სწორი ორგანიზება იწყება და ეს ენერგია მერე უკვე ხელს უწყობს სწავლას, პრაქტიკულ საქმეებსა და ახალი სისტემების ჩამოყალიბებას უშუალოდ. ამიტომ ურანის რეტროგრადობა ტყუპებში 5-6 სექტემბერში მოულოდნელი ცვლილებების მომასწავებელი იქნება, ინფორმაციის, ახალი წყაროები, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ძვრები არის შემდგომ მოსალოდნელი, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალური და ასევე გლობალურიც. სრული მთვარის დაბნელება თევზებში 7 სექტემბერს, ეს უკვე ძლიერი ემოციური პიკი იქნება, წარსულის დატოვება მოგვიწევს, ილუზიებისგან განთავისუფლება, გამოფხიზლება და სულიერი განწმენდვა მნიშვნელოვანია. ვენერასა და მარსის ჰარმონიული ასპექტი 13-15 სექტემბერში, ეს არის სიყვარულის, ვნებებისა და შემოქმედების ახალი სუნთქვა და ძალიან კარგი დროა ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მერკურის გადასვლა სასწორში და ვენერას გადასვლა ქალწულში 18-19 სექტემბერში, ეს არის ბალანსის ძიების მომასწავებელი ურთიერთობებში, ჰარმონიული დიალოგის, მაგრამ ასევე კრიტიკული შეფასებები შეიძლება გარშემო მყოფთა მიმართ განხორციელდეს. ნაწილობრივი მზის დაბნელება ქალწულში და შემდგომ შემოდგომის ბუნიობა 21 სექტემბერს გარდამტეხი წერტილი იქნება და იწყება მერე უკვე ახალი სეზონი, სადაც აუცილებელია წონასწორობის პოვნა. და ასევე იმავე დღეს მარსი გადადის მორიელში, რაც ენერგიას და ემოციურ სიღრმეს ერთმანეთს მატებს. და შესაბამისად ძირითადი თემატიკები სექტემბერში რაც იქნება, ეს არის გარდამავალი პერიოდები, სექტემბერი 2 დაბნელებითა და ეკვინოქსით ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურ თვედ შეიძლება იქცეს კიდევაც. ამიტომ დეტალებზე ყურადღება აუცილებელია, ქალწულის ენერგია გვაიძულებს, რომ აუცილებლად მივხედოთ ჯანმრთელობას, ყოველ დღიურ საქმეებსა და ასევე ფინანსურ სტაბილურობას. ემოციური თვითონ პიკი და განთავისუფლება ძირითადად იქნება თევზებში და მერე უკვე მთვარის დაბნელება გვასწავლის, რომ წარსულის დასრულება და სულიერი სიმშვიდის მოპოვება ადამიანის მენტალური თუ ცხოვრებისეული ჯანმრთელობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვნებებისა და სიყვარულის გააქტიურებისთვია და ამიტომ ვენერასა და მარსის ჰარმონიული კავშირი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სიყვარულში და შემოქმედებაში. უნდა ვეძებოთ ბალანსი, იმიტომ რომ სასწორისა და ქალწულის გავლენა გვასწავლის, რომ დეტალებში ჩაძიება და ჰარმონიის პოვნა უნდა იყოს სწორად დაბალანსებული და არ უნდა ჩავიკარგოთ ამ ქაოსში. მოდით ესე კონკრეტულად ნიშნებით რო ვისაუბრო, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მოულოდნელი ცვლილებები სამუშაოსა და სწავლის სფეროში იქნება, ენერგია გაიზრდება, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას და ფინანსებში შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯები დაფიქსირდეს კიდევაც. კუროს წელში კუროს უბრალოდ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში და ფინანსურ გადაწყვეტილებებში, შესაძლოა ძველი ვალი ან პასუხისმგებლობამაც კი შეგახსენოთ თავი, კარიერაში პროგრესული იქნებით, მაგრამ ნელა მოდის ეს თქვენ ცხოვრებაში, თუმცა სტაბილურია. ტყუპებს შანსი გაქვთ კარიერულ წინსვლაზე იფიქროთ, რადგან ახალი კონტრაქტების ან თანამშრომლობის მიღებასაც შესაძლებელია გქონდეს ადგილი და პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოულოდნელად მოვა თქვენ ცხოვრებაში. სასიყვარულო კუთხით სიურპრიზებს ელოდეთ. კირჩხიბის ნიშანი ემოციური ინტენსივობით გამოირჩევა სექტემბერი თქვენთვის და ის მოიტანს ახალ აღმოჩენებს საკუთარი პიროვნების შესახებ. შესაძლებელია ახალი ურთიერთობები და შემოქმედებითი პროექტებიც დაფიქსირდეს და ფინანსებში ასევე იქნება პოზიტიური ძვრები. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს, ფინანსური საკითხები წამყვანია, საჭიროა ყურადღება, რესურსების სწორად განაწილება, ურთიერთობებში შესაძლოა იყოს კრიტიკული მომენტი და დადგეს კიდევაც ეს დღის წესრიგში, სადაც ბალანსი აუცილებლად უნდა იპოვოთ. რაც შეეხება ქალწულებს, ეს ქალწულებისთვია და
თქვენი ძალა დეტალებში მდგომარეობს ანალიზში და ორგანიზებაში, ახალი შესაძლებლობები კარიერაში თუ სწავლასა და ფინანსებში არის მოსალოდნელი, სიფრთხილე გმართებთ ურთიერთობებში, თქვენმა ზედმეტმა კრიტიკამ შესაძლებელია პრობლემები წარმოშვას. რაც შეეხება სასწორებს, სექტემბრის ბოლოს ენერგია თქვენს მხარეს გადმოდის და აძლიერდება პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა საჭიროა ემოციური წონასწორობის დაცვა, ასევე ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება თქვენ ცხოვრებაში და მოსალოდნელი არის ახალი შემოთავაზებებიც კი. მორიელებისთვის მარსის გადასვლა თქვენს ნიშანში ემოციურ ძალას გაძლევთ და დროა ახალი მიზნების დასახვისა და საკუთარი ენერგიის სწორად გამოყენებისთვის, რადგან ურთიერთობების კუთხით ძლიერი ვნებებიც კი არის მოსალოდნელი თქვენთვის. რაც შეეხება მშვილდოსნებს, სიფრთხილე კარიერულ გეგმებში შესაძლებელია გეგმების კორექტირება დაგჭირდეთ აუცილებლად, მოგზაურობისა და სწავლისთვის ძალიან კარგი დროა და ურთიერთობებში ეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი, რაც აუცილებლობას წარმოადგენს თქვენთვის და არ შეინიღბოთ საკუთარი პიროვნება. რაც შეეხება თხის რქას, ფინანსებში პასუხისმგებლობა დაგჭირდებათ თხის რქებო, შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ვალდებულებებმა, კარიერაში სტაბილურობა გელოდებათ, მაგრამ ნელ-ნელა მიმდინარეობს ეს წინსვლა თქვენ ცხოვრებაში და ემოციურად უნდა შეისწავლოთ თუ როგორ შეიძლება განთავისუფლდეთ წარსულის კვალისგან. მერწყულებს პარტნიორულ სფეროში მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ, შესაძლებელია ასევე ახალი კავშირებისა და ძველის დასრულება, ფინანსებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, ძალიან კარგია სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროექტებზე ამფოკუსირება, ან თქვენი შემოქმედებითი უნარის განვითარება და რეალიზებაზე ფიქრი. რაც შეეხება თევზებს, თევზები ამ თვეში მთავარი როლი თქვენს ნიშანში ხდება, მთვარის დაბნელება, ეს პერიოდი დიდ სულიერ განთავისუფლებას მოიტანს, ემოციები მწვავედ გამოვლინდება, თუმცა საბოლოოდ სიმშვიდეს მოგიტანთ და კარიერულადაც შეიძლება ახალი დასაწყისის ერთგვარი შანსებიც გაჩნდეს თქვენ ცხოვრებაში. ჩემი მხრიდან რეკომენდაციების იქნება, რომ პირველ რიგში დაასრულეთ ძველი საქმეები, სატურნის რეტროგრადობა არ გაპატიებთ დაუმთავრებელ ნაბიჯებს არავითარ შემთხვევაში. მეორე ეს არის, რომ მოიპოვოთ წონასწორობა, ეკვინოქსი გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ბალანსი არის აუცილებელი. რაც შეეხება მესამე რეკომენდაცია ჩემი მხრიდან, რაც იქნება არის ის, რომ იყავით ღია მიმღებით ცვლილებებისთვის, დაბნელებები ეს არის ძველისგან განთავისუფლებისა და ახლის მიღების მაღალი შანსი. ასევე იფიქრეთ დეტალებზე, ფინანსები, ჯანმრთელობა, ყოველდღიური საქმეები, ეს წესრიგში უნდა მოიყვანოთ, ან მოყვანილი იქნას თქვენი მხრიდან. ასევე მიაქციეთ ყურადღება ურთიერთობებს, ვენერა და მარსი ახალ ვნებას და სიყვარულის შესაძლებლობებს მოიტანს აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში. და სექტემბრის დაბნელებებსაც შეეხება და მათზე გავლენასაც მინდა ორი სიტყვით აუცილებლად შევეხო, რადგან მთვარის სრული დაბნელება ეს არის 7 სექტემბერს, თევზების ნიშანში და დღის ენერგია უკავშირდება ემოციებს, ინტუიციას, სულიერ სფეროებს და გამოკვეთილად გამოიყვანს ზედაპირზე იმას, რასაც ჩვენ მაგალითად ვერ ვამჩნევთ ან ვერ ვხედავდით. როგორც არის ფარული შიშები, ილუზიები, და მიჯაჭვულობა დამოკიდებულებები. თევზის ნიშანი აქცენტს აკეთებს სულიერ განწმენდვასა და მსხვერპლის არქეტიპზე. ემოციური დაძაბულობაზე გავლენა იგრძნობა ასე დროს ტირილის, სურვილი, შინაგანი ქარიშხალი მძვინვარებს. ძველი ურთიერთობებისა და კავშირების მოშლაც არ არის გამორიცხული. სიზმრები ძლიერდება და წინასწარმეტყველური ხილვებით შეიძლება მაღალი იყოს კიდევაც, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა რეალობასთან იქნება კავშირში. სულიერი კათარზისი წარსულის დატოვების მომენტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმპულსურად ამ თვეში. ემოციები შეიძლება იყოს გადამეტებული. ასევე ეცადეთ იმასაც, რომ წყლის ენერგია იყოს დაბალანსებული, აბაზანის, მდინარის ან ზღვის საშუალებით, რომ განწმენდვისთვის წყალი დაგეხმარებათ ყველაზე მეტად. ასევე აწარმოეთ სიზმრების დღიური, რადგან შეიძლება გამოჩნდეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია თქვენ გაწუხებთ ან რომელ კითხვებზე პასუხებსაც თქვენ ეძებდით.
შეეგუეთი იმას, რომ რაღაც ურთიერთობა ან საქმე ზოგჯერ საჭიროებს კიდევაც დასრულებას. მზის ნაწილობრივი დაბნელება კი 27 სექტემბერს უკვე ქალწულის ნიშანში ხდება და ამ დღის ენერგია ზოგადად ახალი კარის გახსნის მომენტია. პრაქტიკული ცხოვრებისკენ მივყავართ უფრო მეტად. ქალწული მიგვითითებს ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობაზე, სამსახურზე და დეტალებზე და სწორედ აქ იწყება ცვლილებები, რომლებიც მერე გვაიძულებს იმას, რომ ცხოვრების უფრო დალაგებული სტრუქტურა შევქმნათ კიდევაც. ჯანმრთელობის მიმართ ახალი მიდგომის ჩამოყალიბება მოგიწევთ აუცილებლად ამ პერიოდიდან, მუშაობის სტილი სასურველია რომ შეიცვალოს, დროის უკეთესად დაგეგმა უნდა შეძლოთ, ფარული პრობლემების გამოვლენა მოხდება, ეს ფინანსურ, სამსახურებრივ და ჯანმრთელობის თემებს ეხება. ახალი პროექტების დასაწყისისთვის კარგი დროა, მაგრამ მხოლოდ სწორად დაგეგმვის შემდეგ და არა ისე, რომ სურვილი მაქვს და ვანხორციელებ. ამიტომ ეცადეთ რომ დაისახეთ პრაქტიკული მიზნები მომდევნო თუნდაც 6 თვისთვის მზის დაბნელების პერიოდიდან და ყურადღება მიაქცეთ სხეულს, რათა სწორი გეგმა ჩამოაყალიბოთ კვების, ძილისა თუ ფიზიკური აქტივობის თუნდაც. მოაწესრიგეთ იმ ადამიანებმა საბუთები, ვისაც თვლით რომ მოსაწესრიგებელია და პრობლემები დგას დღის წესრიგში, ფინანსური საქმეებს მიაქციეთ ყურადღება და სამუშაო სივრცეც ეცადეთ რომ იყოს სწორად დისციპლინირებული თქვენს მიერ. დაიტოვებთ წვრილმანებს სადღაც თქვენში და ისე მოიქცევით რომ ყურადღების მიღმა დარჩეს, იმიტომ რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული თქვენი დიდი შედეგები. ამ ორივე დაბნელებას თავისი საერთო ნიუანსური რჩევები აქვს, იმიტომ რომ დაბნელების პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ახალი საქმე იმპულსურად, რადგან ეს დრო არის თვითშემეცნებისა და დაფიქრების, ვიდრე უფრო მოქმედების. გაანთავისუფლეთ საკუთარი პიროვნება ზედმეტი ჭარბი ფიქრებისგან, იმიტომ რომ ნივთები, ფიქრები, ემოციები, იმიტომ რომ ეს ხელს შეუშლის და მძიმედ დააწვება თქვენს მომავალს. დაიცავით ენერგია და ერიდეთ მაქსიმალურად გადაღლას, რადგან ზედმეტ ხალხმრავლობასა და შეკრებებში თუ აღმოჩნდებით, ეს სტრესულ გარემოებებს გამოიწვევს. წარმოთქვით განთავისუფლების რიტუალური ლოცვები, დანერგეთ თუნდაც თქვენთვის საჭირო აფირმაციები და ასე შემდგომ. იყავით მაქსიმალურად მომთმენი, იმიტომ რომ დაბნელების შედეგი სულად ვლინდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. ხანდახან კი ის 6 თვემდეც კი შესაძლებელია გაგრძელდეს. მოკლედ, მეგობრებო, ელოდეთ კიდევ ბევრ სხვა საინტერესო რეკომენდაციებს თუ რჩევებს და თქვენ ფაქტიურად ტაროლოგიური, ნუმეროლოგიური და ასტროლოგიური რეკომენდაციები და რჩევები ვიდეოების სახით უკვე მოსმენილი გაქვთ და მიიღებთ კიდევაც დამატებით რესურსებსაც, რიტუალებსაც და ასე შემდგომ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებით ამ ინფორმაციას წამკითხველი თუ თქვენ გექნებათ თქვენს ტელეფონში Luminaras აპლიკაცია. ამისთვის თქვენ უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია, რომელსაც ახლა ეკრანზე იხილავთ კიდევაც, როგორც iPhone-ის, ასევე Google-ის, Android-ის მომხმარებლებს შეგიძლიათ ერთი და იგივე აპლიკაცია გადმოწეროთ და გამოიყენოთ კოდი, რომელიც ასევე იქნება ტექსტის სახით მოცემული და გაწევრიანდეთ Luminaras-ში. ყოველდღიურად მიიღებთ დღის პროგნოზს უფრო ვრცელს, ვიდრე ამას თქვენ სოციალურ ქსელში კითხულობთ და ასევე გახდებით ძალიან საინტერესო სტატიების, ვიდეოები, მასალისა თუ პირდაპირ ეთერების მხილველი და მსმენელიც კი. მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის.